მთელი ბავშვობა სკოლა, სასწავლებელი სოხუმში გავატარე და კონსერვატორიას ჩაბარებამდე სოხუმში ცხოვრობდი. როგორც ყველა ბავშვს მეც ესეთი ძალიან თბილი და ტკბილი მოგონებები მაკავშირებს. სხვადასხვა ერთი დეტალი მინდა არასდროს მithქვამს, უკვე ასაკში რო შევედი. საერთოდ სიზმარს იშვიათად ნახულობ ხოლმე. და მესიზმრება ბავშვობა. მესიზმრება სადღაც ესე 5-6 წლის რო სკოლის ასაკის როგორც შეეძნობდით რუსთაველზე აგზნობ რეალურად გზნობ მაშინებს სურნელს და ყველასგან მოდიოდა ეს რაღაცნაირი ზღვის სურნელი აი ეს მახსენდება ბავშვობის პერიოდიდან როგორც ყველა ბავშვი მეც იმ პერიოდში ძალიან ბედნიერი ვიყავი ძალიან ლაღი ბავშვობა ჰქონდა უბანიც ისეთი ჰქონდა ძალიან ისეთი მეგობრული საერთოდ ადამიანების ურთიერთობა მაშინ სხვა იყო ისეთი სიყვარული ისეთი პატივისცემა იყო არ ქონა მნიშვნელობა საიდან ახარ ვინ ახარ რაღაცნაირი განსაკუთრებული სითბო იყო ადამიანებს შორის და უამრავი თბილისელი და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან სოფლში ჩამოდიოდნენ ისვენებდნენ თუნდაც ის რუსთაველზე გასეირნება, გამოსეირნება ერთი თუ ვინმე სიცნობდა, 1000-ს გააცნობდა ხოლმე და ერთ იმაში ვიხარშებოდით აი თითქოსი, რომ გითხრათ მენატრება ვიძრა. აი როცა საუბრობენ აფხაზეთზე, პირველი რა გახსენდებათ? სად მიდის თქვენი გონება? ჩემი ეზოსკენ, ქუჩისკენ. უბანი მახსენდება, ის ურთიერთობები, მეზობლები. იცით როგორი ის იყო ურთიერთობა, აი მაგალითად სახლი არ იკეტებოდა. ერთმანეთს გადაზდახებდნენ რა, მივდივარ მე და აბა შენ სახლს მიმიქციე ყურადღება, რამდროს არც ჭიშკარია ჩაკეტილი, არც კარები. აი ესეთი ნდობა და პატივისცემა იყო და ის აბრუნდება როდის ვეით. ვსწავლობდი პირველ საშუალო სკოლაში. ძალიან პოპულარული სკოლა იყო და ყოველ წელიწადს როგორც მოგვეხსენებათ, ტარდებოდა ოლიმპიადები. და მეც მათ შორის ბავშვთა გუნდში მღეროდი. მესამე კლასში ვართ და ერთ-ერთმა ჩვენმა მომღერალი იყო ის როგორც ცოტა ჩვენზე უფროსი იყო და მოიტანას სოხუმზე ლექსი. და რეპეტიციის დროს სანამ დაიწყებოდა წავიკითხეთ ეს ხმამაღლა. და გამოვარდ მე და სახში პირველი ჩემი სიმღერა იყო რაც შექმედი სოხუმზე და ვაჩვენეთ მე ჩვენს ხელმძღვანელს და რა ვიცი ახლა ჩემი გადასახედიდან ძალიან პრიმიტიული იყო ხოლმე ეს მესამე კლასის დაწერილი ბავშვი სიმღერა. და საერთოდ არ ვფიქრობდი რომ მუსიკოსი გამოსულიყავი დედას ხატრით სუოცნებაში მქონდა ბავშვობიდან რომ მე მქონდა განათლება მუსიკალურიო და ნახან მე ვერ შევძელი მინდა ჩემ შვილებმა მაინც განახორციელონ ეს ჩემი ოცნება და დედა ინჟინერი იყო და ოჯახში სულ გაშლილი იყო ეს ნახაზები, ნახატები, იმისი პროექტები და მინდოდა არქიტექტორი გამოსულიყავი. საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო ლოდვარი თენგიზ ჩხეიძე, რომელიც იყო ახლო მეგობარი რევაზ ლაღიძის. თბილისში ვართ, ეგრეთ წოდებულ გაცვლა გამოსულებოდა ხოლმე ესე კოლექტივების და ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს წამიყვანა რეზო ლაღიძესთან. და პირდაპირ ამას რაღაცები აქვს და მოусმინეო. ცოტა მე უხერხულა ეხლა რეზო ლაღიძე იყო ჩემთვის კუმირი და ვაჩვენე რაც მქონდა შექმნილი და გასაპირებო რომ მეუთხარი არქიტექტორი მინდა მეთქი გამოვიდა ჩემი ბავშვობის ოცნება და ალბათ
ეგ ჩავაბარე მეთქი. იცი რა, ვიფიქრეო რა. რა გააქვს მონაცემები და იქაც სინჯე და იქაც სინჯეო მერეო. სწავლის პერიოდში თანამშრომლობდი სხვადასხვა ანსამბლებთან. პირველი ესეთი პოპულარული, რამაც ძალიან ესეთი პოპულარული გახდა და ის იყო დეკემბერი. ეს არის 80 წელი, 1980 წელი. ესე სხვათა შორის ილია კევლიშვილის გადაცემაში მოხდა პირველი წარდგენა ამ სიმღერის დუეტის. მერაბ სეფაშვილი და დარეჯან გურასაშვილი მღეროდნენ და გახდა წლის საუკეთესო სიმღერა. შემდეგ მოყვა ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ეს უკვე პირველი შეხვედრა იყო გოგი დოლიძესთან. თბილისის ომი დაიწყო. მაშინ ქართველების ერთად ყოფნა. ისევ გოგი დოლიძე მღეროდა. გაგრის დაცემის დროს ხმალი ავლესოთ ქართველებო. მარტო ჩვენი ყველა ის სიმღერა, რომელიც იქმნებოდა, რაღაცა მოვლენასთან იყო დაკავშირებული, რომელიც ძალიან, როგორც ჩანს, ამოფორიაქებდა, რაღაც სულში დატრიალდებოდა და მე თინა ღვთლიაშვილის ლექსით გამოჩნდა და ზუსტად ეთყობა ის, რაც მჭირდებოდა ლექსმა მიკარნახა და ინსპირაციაც ეს იყო ალბათ ის ჩემი აი სულის ბორგი ამობოქრება აი ამაში გამოვხატე და ახლა იარაღს მე ვერ დავიჭერდი ხელში და ჩემი იარაღი არის მუსიკა. ახლა და ოჯახი რაც შეეხება ჩემი ბიჭი უფრო აქტიური იყო პატარა როცა იყო. მღეროდა კიდეც მულტფილმებს ახმოვანებდა და ძალიან ესეთი იყო რა. და ანანო უფრო მორცხვი, საერთოდ ხმას არ იღებდა, საერთოდ ხმა თუ ქონდა თუ არა არ ვიცოდით. თუმცა შინაგანად მღერის. და პირველად გამოჩნდა სტუდენტური დღეების დროს, მაშინ იმღერა და იმის მერე წავიდა გახდა პოპულარული. ეხლა ყველა ბევრი მეკითხება, რატო არ ჩანს? მეც ვეკითხები, რატო არ ჩანს? მაგრამ თავისი გეგმები აქვს. დებით კონცერტს და სულ ვარს მეუბნებოდი, მე სოხუმში მინდა მეთქი პირველი ჩავატარო. წლები გავიდა, შეჯერობით არაფერი ისმის სასიკეთო, მაგრამ იმედით ცოცხლობს ადამიანი და სურვილი ბევრი მაქვს, მაგრამ ესე მოკლედ ვიტყვი. უსიყვარულოდ და პატივისცემის გარეშე არ არსებობს არაფერი დედამიწაზე. ჩვენ თუ გადავრჩებით უფრო მათკენა მაქვს ეს ადრესატი იქ აფხაზეთის მხარეა. თუ ერთად გადავრჩებით, თორე ცალ-ცალკეა გაგვიჭირდება. ძალა ერთობაში.